სამი რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ მარტის დასაწყისში. პირველი, ცისფერი წამლობა. რისთვის არის საჭირო ის? სოკოვანი დაავადებები მცენარეებზე იზამთრებენ სპორების საშუალებით. ესენი არიან მიკროსკოპული სტრუქტურები, რომლებიც იღვიძებენ გაზაფხულის დასაწყისში, მრავლდებიან და აინფიცირებენ მცენარეებს. კვირტის გამოსვლამდე სპილენძის პრეპარატის გამოყენებით ჩვენ ვახდენთ მცენარეების ამ პათოგენებისგან დეზინფექციას და ვამცირებთ მათი დაინფიცირების რისკს. მაგალითად, რო განვიხილოთ ყველაზე ცნობილი ატმის სიხუჭუჭე, თუ ჩვენ დაუგვიანებთ ცისფერი წამლობა და თუ ამინდი მიაღწევს შესაბამის ტენიანობასა და ტემპერატურას, ეს სპორები დაიწყებენ გავრცელებას და უკვე შეუძლებელი იქნება სიხუჭუჭის გაკონტროლება. საქართველოს ბაზარზე არის წარმოდგენილი სპილენძის სხვადასხვა ფორმა, როგორც არის სპილენძის სულფატი, ბორდო, ოქსიკლორიდი, ჰიდროქსიდი, გლუკონატი. დასაწყისში ჩვენ აგროფორსი უწევთ რეკომენდაციას, რომ გამოიყენოთ სპილენძის ოქსიკლორიდი. გერმანული კომპანია კოსაკო ჩვენ გვთავაზობს კუპროზინს, რომელშიც პრეპარატული ფორმა არის დამუშავებული მიკროგრანულოვანი სტრუქტურამდე, რის გამოც მცენარეზე მარტივად ნაწილდება, ხოლო ოქსიკლორიდის ფორმულა ეხმარება, რომ უფრო კარგად მიეწევოს მცენარის ქერქს. სწორედ ამიტომ მას აქვს ძლიერი ეფექტურობა და ძალიან მცირე დოზირება. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე აგრონომიაში, არის გადარგვის სტრესთან ბრძოლა. საქართველოში ეს ღონისძიება ნელ-ნელა ინერგება, ეს გულისხმობს გადარგვის სტრესის დასაძლევად სტიმულატორების გამოყენებას. რაში გვეხმარება ეს? პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ გადარგვის დროს მცენარე ვარდება სტრესში. ამ სტრესის გამო მცენარე კარგავს თავის პროდუქტიულობის დღეებს, რაც უარყოფითად აისახება მოსავლიანობაზე. აგროფორსი რეკომენდაციას უწევს რადიფარმის გამოყენებას, რომელშიც არის სპეციალურად შერჩეული ბიომოლეკულები, რომლებიც ეხმარებიან არა მარტო სტრესის დაძლევას, არამედ მცენარეს გვერდითი ფესვების განვითარებას, რომლებიც რჩებიან ნიადაგის ზედაფენებში და უშუალოდ ისინი მონაწილეობენ კვებაში და ნივთიერებების ათვისებაში. არ დაგავიწყოთ, რომ გადარგვის დროს მცენარე ძალიან მარტივად შეიძლება დაინფიცირდეს, განსაკუთრებით თუ ჩვენ არ დავისავით თესლბრუნვის წესები. ამ დროს ნიადაგში ბუდობენ მრავალი დაავადების სპორები და დარგვისთანავე უკვე ისინი მიდიან მცენარის ფესვებთან და აინფიცირებენ მათ. ყობრის და ბრუტოვარდის გამოყენებით ჩვენ მარტივად შეგვიძლია თავი ავურიდოთ ამ პრობლემას. ესენი არიან იდეალური პრეპარატები იმისთვის, რომ ერთდროულად გააზლიარონ მცენარის ფესვთა სისტემა და მათი ჭურჭელ-ბოჭკოვანი სისტემა და მათი უნიკალური ორგანული ფორმით განადგურონ უშუალოდ პათოგენთა სპორები. რაც შეეხება მარცვლოვან კულტურებს, ახლა აქტიურად მიმდინარეობს აზოტოვანი სასუქების შეტანა, რადგან დაწყებულია ბარტყობა, რა დროსაც მცენარე ივითარებს თავის ვეგეტატიურ მასას. თუმცა ამ დროს ვითარდება არა მარტო მცენარე, არამედ ცარაველების, რომლებიც ართმევენ მათ საკვებ ნივთიერებებსა და წყალს. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავგეგმოთ მარცვლოვანი კულტურებისთვის წამლობების ჩატარება. თავდაპირველად მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ჩვენი მარცვლოვანი კულტურისთვის სელექციური ჰერბიციდი სარეველების წინააღმდეგ და არ უნდა დაგვაუწყდეს სტიმულატორების გარევა. რატომ? იმისთვის, რომ ჰერბიციდმა კარგად იმოქმედოს, სარეველა უნდა იყოს აქტიურ მდგომარეობაში. ამას სჭირდება თავისი ტემპერატურა და რადგან მარტის დასაწყისში ეს ტემპერატურა არის ძალიან მერყევი, შეიძლება სარეველა დაისტრესოს და ჰერბიციდმა უკვე ისე კარგად აღარ იმოქმედოს. სტიმულატორს გამოყავს სარეველა სტრესიდან და აძლიერებს ჰერბიციდის მოქმედებას. ამავდროულად მაინც არის რისკი იმისა, რომ ჰერბიციდმა დასტრესოს ჩვენი მარცვლოვანი კულტურა. ამ სტრესისგან გამოსასვლელად კი უკვე ჩვენი სტიმულატორი მიეხმარება. მნიშვნელოვანია ასევე ინსექტიციდის გარევა და ერთი კვირის შემდეგ ჩვენ უკვე ამ პროცედურას უნდა მოვაყოლოთ ფუნგიციდი და სასურველია დავამატოთ მიკროელემენტები და ამინომჟავები. მიკროელემენტები მონაწილეობენ მცენარის ყველა რეაქციაში, მაგალითად მაგნიუმი არის მნიშვნელოვანი ფოტოსინთეზისთვის, ბორი არის მნიშვნელოვანი ყვავილობისთვის, თუთი არის მნიშვნელოვანი ფესვის განვითარებისთვის და აზოტის ათვისებისთვის. ხოლო ამინომჟავები არიან ის საშენი მასალები, რომლითაც მცენარე იმთავრებს მწვანე მასას. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, რათა შეიტყოთ მეტი სოფლის მეურნეობის შესახებ.